დაბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვაგრძელებთ ჩვეულა დღეს ძალიან საინტერესო თემა გოლის წინ. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დღევანდელი გადაცემის მეორე ბლოკი მთლიანად მიეძღვნება დაოჯახებას, ოჯახის მნიშვნელობას და ძალიან საინტერესო სტუმარი გვესაუბრება და ჩვენი მეგობარი მაყურებელი მამაოს ძალიან კარგად იცნობს. მე წარვადგენ რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი იაკობ ჩიჩილიძე. მოგესალმებით, დაგლოცეთ მამაო და დიდი მადლობა რომ აი ამ სეზონში ძალიან აქტიურად თანამშრომლობთ ჩვენთან. და მით უმეტეს, როდესაც პირველი თემა შევარჩიეთ, ჩვენი პირველი კვირა არის ეთერში გავედით და ჩვენი შეხვედრის პირველი თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული ადამიანის, ეს არის დაოჯახება, ოჯახის შექმნა. და გთხოვთ რომ საკმაოდ აქტუალური თემა, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. დიახ, ჩვენ ქვეყნისთვის ეს მეტად მნიშვნელოვანი თემაა, იცით რომ დემოგრაფიული სერიოზული პრობლემები გვაქვს ჩვენ და ამასთან ერთად ოჯახების გაყრის პროცენტიც ნაადრევი დაოჯახება და შემდეგ გაყრის პროცენტიც დიდი არის იმ დონეზე რომ გაეროდანაც კი იყო ეს შეშფოთება გამოთქმული რომ 18 წლამდე გოგოები ნაადრევად ხორდებიანო და ისინი თვლიდნენ რომ ამის გამო იყო რომ მერე ოჯახები მალე ინგრეოდა. ძალიან სერიოზული თემაა და ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადამიანებმა ისწავლონ ღვთისნების შესაბამისად დაოჯახება, ისე როგორც უფლისთვის იქნება მოსაწონი და ისე როგორც მათი ოჯახი მარადიულად შენარჩუნდება, იმიტომ რომ ვიცით საეკლესიო სწავლებით, რომ ჯვარდაწერილი ოჯახი სულიერ კავშირს აგრძელებს მარადისობაში. ქრისტეს ეს საიდუმლო არ თავდება. ოჯახი მეტანიშნულოვანია თითოეულმა ჩვენთაგანმა ვიცით ეს ჩვენ თავზე, იმიტომ რომ ვერანაირი სკოლა, ვერანაირი სხვა უმაღლესი დაწესებულებაც ვერ მისცემს განათლებას იმ განათლებას, რასაც იძლევა ოჯახი. ეს არის ნეომრივი ნორმები, ქცევის წესები, ხასიათის თვისებები. ყველა პედაგოგი ამბობს, რომ სკოლას სჭირდება ოჯახის დახმარება. ოჯახში ისახება ბავშვი, ოჯახში იზრდება და ოჯახშივე ის მიდის ხოლმე სამარადისო გზაზე. უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორი გზა. ერთი არის მონასტრული ცხოვრება, მონაზნური ცხოვრება და მეორე ოჯახური. ოჯახს რომ ვაქებთ, მე მინდა რომ ხაზი გავუსვათ, რომ არსებობს რაღაც უფრო უმაღლესი ოჯახს. ეს არის მონაზნური ცხოვრება. მასზე უფალი ამბობს, რომ ვისაც მიცემულია ეს. ეს ყველა ვერ წავა ამ გზით, რჩეულთა ხვედრია და მოციქული პავლეს თქმით, ოჯახი კარგია, ქალწულობა კი უკეთესია. მაგრამ რჩეულთა ხაზია, ჩვენ ისე ოჯახზე ვისაუბროთ, ოჯახი რომ კარგი არ ყოფილიყო, ის უკეთესი არ იქნებოდა. და ოჯახი არის ის ფესვი, რომელსაც გამოაქვს ის ნაყოფი ქალწულობა. და საერთოდ ისე დავიცოდეთ, რომ როდესაც საქართველოში ბერმონაზნობა მრავლად იყო, შვილიერებაც და ოჯახებიც მრავლად და მრავალშვილიანები იყო საქართველოში. ანუ ეს ერთმანეთს უკავშირდება. ორივე ერთი უფლისგან მოდის. ხომ, ჩვენ ისე ოჯახს დაუბრუნდეთ, ოჯახი ორ გზის არის უფლისგან დალოცვილი, პირველოცა სამოთხეში ადამ და ევას კავშირი, მამაკაცის და დედაკაცის კავშირი, კაცი ვართ ორივე, მამაკაცი, დედაკაცი, კაცობა ერთი გვაქვს. ხოლო ფიზიოლოგიური განსხვავებაა, მართლმადიდებლური ანთროპოლოგია ამბობს, რომ გონიერება ერთია მამაკაცის დედაკაცის, ყოველგვარი ეს დისკრიმინაცია საპირისპიროა მართლმადიდებლური მოძღვრების, უნდა ვიცოდეთ დედაკაცის და მხოლოდ ფიზიოლოგიური ხარი არის, რაც განასხვავებს მათ. მამაკაცი უფრო ძლიერია ფიზიკური, ხოლო დედაკაცი უფრო გამძლე შვილიერებისთვის. დაცემის შემდეგ ოჯახი გახდა მეუღლეობა, უღელიც ედროულად. მაგრამ როდესაც მოვიდა უფალი კანას გალილეაში, აკურთხა ოჯახი. რაში გამოიხატება ეს ოჯახის კურთხევა? დაესწრო და პირველი სასწაულიც იქ მოახდინა. წმინდა მამათა განმარტებით ასეთი ღრმა აზრია მოცემული, რომ როდესაც ქორწილს დაესწრო, იქ ღვინო გამოელიათ, იმიტომ რომ ეს სიძეს სიმონს არ ქონდა ასეთი შესაძლებლობა და სტუმრებიც ბევრიც იყო შეიძლება მისთვის და თვითონაც არ ქონდა და დედა ღვთისამ
ყველა წმინდა ქალწულმა ეს ნამდვილი ქალწულობას როგორ უყვარს ოჯახი და როგორ ლოცავს ოჯახს ზრუნველობა გამოიჩინა ნათესავი იყო ის მათი და იესოს ეუნება თუმცა მანამდე უფალს არც ერთი სასწაული არ ჰქონდა მოხდენი მაგრამ მან იცოდა ვინ არის იესო ქრისტე მისი ძე და სთხოვს რომ დაეხმარეო ღვინო აღარ აქვს ანუ როგორ შენ იცი ისევ და მაცხოვარი ეუნება რომ რაი ჩვენდა და შენდა რაი ჩემდა და შენდა დედაკაცო ჯერ არ დამდგარა ეს დრო ანუ ეს მიწიური საზრუნავი არ იყო უფლის მთავარი მიზანი, მაგრამ ღვთისმშობლის სათხოვარის გამო და ოჯახის დალოცვის მიზნით უფალმა უთხრა რომ ჩაასხით ცარიელა ჭურჭელში წყალი მსახურებს, რო არავის არ ეთქვა. უფალ შეძლო ჰაერიდანაც გადაექცია ეს ღვინო. არაფრისგან იქცა. მაგრამ მსახურები ჩართო ამ საქმეში, რათა მოწმეები ყოფილიყვნენ ჭეშმარიტად სასწაულის, ჩაასხმევინა წყალი პირამდე და აკურთხა და გადაიქცა ღვინო და მერე პურის უფალს, ანუ ის ვინც გამრიგია და სუფრაზე არაფერი რო არ მოაკლდეს, იმ კაცთან გააგზავნებინა ეს ღვინო. რამიდა აქ ყურადღება გავამახვილოთ, რომ წყალი ჩაასხმევინა წმინდა მამათა თქმით, ის ოჯახი, 60-ეული ოჯახი, სადაც დალოცვილი ადამ და ევა ერთობით, ის ცოდვის შეცოდების გამო გადაიქცა წყლად. ცოლქრობა ჯვრისწერის დალოცვის გარეშე ეს ადამიანური ღვთივდალოცვილი გზით ადამიანური მოთხოვნილებების აღსრულება, შვილიერების, გვარის გაგრძელების, ურთიერთობების, მაგრამ ქრისტეს დალოცვის გზით, ჯვარცმის გზით ეს უკვე ხდება კურთხეული საქმე, მაცხონებელი საქმე, ღვთისდიდებული საქმე, საიდუმლო. და აი ეს ღვინო, რაც იყო ცოლქრობა მანამდე უფლის დასწრებით და კურთხევით გადაიქცევა, ეს წყალი, უკმავატია წყალი, უფლის კურთხევით გადაიქცევა ღვინოთ. ღვინო ეს ნიშნავს სულიერი სიხარულის ნიშანი, ეს ნიშნავს მარადიული სიხარული უფალში. უფლის დასწრება ქორწილზე ამავე დროს ადასტურებს იმას, რომ მეტად მნიშვნელოვანი რამეა ეს ოჯახი. თუმ უფალმა არ უგულებელს ხო. უფალი უარს იტყოდა რა თქმა უნდა, არ წავიდოდა ეს, რომ არ ყოფილიყო დიდად ღვთისათნო საქმე და არც სასწაულს მოახდენდა. რომ უფლისთვის ჩვენი სიხარული ჩვენი ოჯახური მდგომარეობა არ არის შორს, რომ ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თვითონ თემა მეტად დიდი არის ეს თემა. იმიტომ რომ როდის უნდა დაფიქრდეს ადამიანი დაოჯახებაზე. უბრალოდ აქ დაფიქრება ასე არის, რომ ოჯახური გზა ვირჩიო თუ მონაზვნური გზა. ჩვენ მართლმორწმუნეებზე ლაპარაკობთ, მოწმუნე ადამიანზე და არა მოწმუნესაც ეხება ეს გარკვეულწილად. შემდეგ როგორ დაფიქრდეს თუ ამოირჩევს იმაზე, როდის დაფიქრდეს და როგორ ამოირჩიოს, ვინ ნებავს უფალს, რომ იყოს მისი მეუღლე. თვითონ როგორ გაცნობის ურთიერთობებში როგორი მიმართულება დაიჭიროს დედაკაცმა, რა მიმართულება უნდა ეჭიროს მამაკაცს. რა არის მისაღები, რა არ არის მისაღები. ცნობილია, რომ უცხოეთში ცოტა ეს დაოჯახებამდე ურთიერთობები ხორციელ კავშირებზე გარკვეულწილად ახალგაზრდებს შორის მიღებულია და თვლიან, რომ ეს არაუშავს, მაგრამ ქრისტიანულად ეს ყველა დაუშვებელია და ვიცით, რომ ფსიქოლოგიურად დამანგრეველ ზეგავლენას ახდენს ადამიანზე. წახდენას იწვევს ეს, იმიტომ რომ ერთი მამაკაცი, ერთი დედაკაცისთვის და ცოლ-ქმარი ერთმანეთში უნდა დაკავშირდნენ. არსებობს ესეთი მონაცემები, ტელეოგონიაც ქვია ეს, რომელიც გვაატყობინებს ჩვენ იმის შესახებ, რომ ცოლქრობამდე ურთიერთობებმა შეიძლება შვილიერებაზე, გენეტიკურ შთამომავლობაზე ზეგავლენა მოახდინოს. ეს თქლად არც უარყოფილია და არ დამტკიცებული და გარკვეული ფაქტები არსებობს ამის დამადასტურება, ესეც გასათვალისწინებელია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ადამიანი არ არის პირუტყვი და არ შეიძლება ადამიანმა ფიზიოლოგიური ლტოლვების გამო დაამყაროს კავშირები სხვა ადამიანთან, ეს დამამცირებელი და შეურაცხყოფელია. მინისთვის, მისი ოჯახისთვისაც არსებობს ესეთი გზააცდენილი ადამიანები და როცა თუ ვინმე მათთან კავშირს დაიკავებს, ეს შეურაცხყოფელია როგორც იმ ადამიანისთვის, მისი ნათესაობის, ის ხო ვიღაცის შვილია, ვიღაცის დედა და არის ყველა დაუშვებელია ქრისტიანულად ეს და ქრისტიანობა გვასწავლის, რომ სიყვარულისთვის და ოჯახური ურთიერთობისთვის არის ერთგულება. ერთგულების გარეშე არ არსებობს სიყვარული.
თვითონ თემა დიდია და შეიძლება იმდენად კარგად საუბრობთ რომ მე და ია არც ვცდილობთ რომ აი მე კითხვა დავსვათ ან რაიმე სახით ჩარევა მოვახდინოთ. ჩვენ ვიცით რომ რაღაც გარკვეულ საკითხებზე მოვახერხებთ ამ ნაწილში საუბარს და ამიტომ თქვენ მოგარდობთ. მე მაინც ვიტყვი რომ პირველი ნაწილი ჯობია სათავეს მიუბრუნდეთ. ოჯახური სიყვარული გამოვლინება ადამიანისადმი ღვთის სიყვარულის. დიდებულია უფალი რომელმაც მოგცა ჩვენ ეს მე დაგვიწესა ეს ოჯახი, რომლებშიც ჩვენ დაბადებული ვარ, ჩვენი დალოცვილი მშობლებისგან და კიდე მე გითხრა დედმამას პატივი ეცით. ხო, თუმცა თვითონვე მისგანვე გუწყებული გვაქვს, რომ სულიწმით რომ დაოჯახებისას განეშორება მამას და დედას და შეუერთება თავის მეუღლეს და იქნებიან ერთ ხორცს, ესე უფლის მიერ. და ეს დალოცვილი საქმეა, მაგრამ ყველაზე წინ ოჯახური ურთიერთობის წინ დგას ღვთის სიყვარული, ღვთისადმი ერთგულება. და თუ ამ საკითხს უნდა ჩაუღმავდეთ რომ იმისთვის რომ გავიგოთ მერე როგორ ავირჩიოთ ოჯახი, როგორ ეს ეხება იმათ, ვისაც ოჯახი აქვს ჯერ შესაქმნელი. სალკე თემა ოჯახის თვითონ შიდა ოჯახურ ურთიერთობებზე, მაგრამ ეხლა მთავარი პრობლემა ის ოჯახის შექმნა, ზოგი გაჭირვების გამო ამბობს უარს ამას, რომ მე არა მაქვს სამუშაო კი მაქვს, მაგრამ ხელფასი არა მაქვს სატანადო. ზოგი მეტისმეტი მოხათრებულობის გამო ამბობს, ზოგი ცხოვრებაში წინა შეცდომების გამო ამბობს უარს, ან სხვადასხვა ავადმყოფობის გამო და პრობლემების გამო ამბობს და ოჯახი ისეთი წმინდა რამეა და დალოცვილი უფლისგან, რომ ეს პრობლემები მოგვარებადი არის. იგივე ეკონომიურად მოკლე ვიტყვი პასუხებს, რომ თქვენ არა გაქვთ თანხა, ამიტომ ისეთი დიდი შემოსავალი იმას თქვენს სიმპათიასაც, აცოლესაც არ აქვს. დაოჯახდით და ისე ხო იჩენთ თავს და ერთად ირჩინებთ თავი. შემდეგ რაც შეეხება შვილიერებას, ვიცით ჩვენ რომ უფალი იძლევა, შვილთან ერთად მათსაც იძლევა უფალი. თვითონ შვილი ისეთი დიდი სიხარულია, რომ წარმოუდგენელი და მრავალშვილიანი მოძღვრები ყავს ჩვენ, რომლებიც ამის მაგალითს გვაძლევენ. ჩვენ რუბრიკა გვაქვს მამამ მრავალშვილიანი ოჯახების და ძალიან ხშირად მოძღვრების და უდიდესი, იმიტომ რომ ვიცით რომ ყოვლა დაუშვებელი აბორტი და რაღაცა სხვა ესეთი არაღვთისათნო საქმეები და მოუბრუნდები. სათავე ყველაფრის არის ღვთის სიყვარული. მოკლედ შეგვიძლია ვთქვათ ასე, რომ ჩვენთვის, ქრისტიანთათვის, მართლმადიდებელთათვის ღმერთი არის სიყვარული და ის თავისთავადაც მართლა სიყვარულია. ღმერთი სიყვარულია როგორც არსით, იმიტომ რომ მისი არსის უმაღლესი, ესე ვთქვათ, თვისება არის სიყვარული, უფრო ზუსტად კიდე თვისებათა ერთობლიობა. ზუსტად არ ვიცით ღვთის არსი უზენაეს ანგელოსთათვისაც, ზუსტად კი არა, საერთოდ არ ვიცით, ვერ ვწდები ჩვენ ღვთის არსს. მიუწვდომელია მის არსი ჩანს მის თვისებებში, ენერგიებში, გამოვლენებებში და ღვთის არსის თვისებათა ერთობლიობა და ასე ვთქვათ, უმაღლეს თვისება შეგვიძლია ვთქვათ სიყვარული. და ასევე პიროვნულადაც უზენაესი არის სიყვარული. სამპიროვანი ერთარსება ღმერთი წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს რომ თუ ქრისტიანებო თქვენ მე-5 საუკუნეში შეგეკითხება ვინმე რომ ვინ გწამს თქვენ, უთხარი თუ სიყვარული გწამს და არ შესწოდავ ჭეშმარიტების წინააღმდეგ, იმიტომ რომ ღმერთი ჭეშმარიტად სიყვარულია და იოანე მახარებელიც ამას გვეუბნება. აი ამ უსასრულო დაუსაბამო სიყვარულმა, სამპიროვანი ერთასება ღმერთმა სიყვარულით, ანუ თავისი ამ ენერგიით, სიყვარულით და სიყვარულისთვის შექმნა ადამიანი. გვირგვინი ქმნილებათა. ვიცით რომ ადამიანი თავისი ხატებით ანგელოსებზე აღმატებულია, წმინდა გრიგოლ პალამა გვასწავლის ამას. შექმნა ადამიანი ღმერთმა სიყვარულმა, სიყვარულით და სიყვარულისთვის. როცა ვამბობთ რომ ღმერთმა სიყვარულით შექმნა ადამიანი, ეს ნიშნავს რომ ადამიანი არ შექმნულა რაღაცა ღმერთის საჭიროებებისთვის. ღმერთს ჭირი არ აქვს, არც საჭიროება არ აქვს, ღმერთის სიყვარულია და სიყვარულისთვის ქმნის. სიყვარულისთვის შექმნა კი ნიშნავს იმას, რომ ადამიანი შექმნილია ბედნიერებისთვის. ეს პირდაპირ გაგებით უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანი სიყვარულისთვის არის შექმნილი და ეს არის მოწოდება ადამიანის და არა მხოლოდ ღვთისგან დადებული მიზანი, არამედ თვით ადამიანში ჩადებული. რადგანაც ღმერთი სიყვარულია, მხოლოდ ღმერთში ჩვენ ვნახულობთ ამ სიყვარულს და უდიდეს ბედნიერებას და როცა ღვთის ნების შესაბამისად ვცხოვრობთ,
ანუ ვისაც მოწოდება აქვს მონაზნობაზე მონაზნობს, ვისაც სოქრობაზე ოჯახს ოჯახ შექმნის და ოჯახურად ცხოვრობს. ღვთისნების აღსრულება არის ჩვენი ბედნიერება და ჩვენ შფოთვათ, წუხვართ, სანამ არ ვიპოვნით უფალს და არ დამშვიდებით მასში, იმიტომ რომ მისი ნება არის ბედნიერება. მას ხო არაფერი არ ნებას. ჩვენ მან შექმნა იმისთვის, რომ თავისთავი მოგცეს ჩვენ და ვიყოთ ბედნიერნი. ადამიანი შექმნილია ამ ღმერთობისთვის და ამაზე მეტი რაღა უნდა იყოს. მადლით ღმერთობისთვის. განხთობა არის ქრისტიანული მართლმადიდებლური მოძღვრების დედაარსი, თეოზისი. განხთობა იწყება გონში, ადამიანის გონში, შემდეგ გადადის სამშვინველში და გზნობებში და მთლიანად სხეული. წმინდა იყოფა ადამიანი. ეს არის მიზანი ადამიანის და ამისი უდიდესი სკოლა არის ოჯახი. და კიდე უმაღლესი კიდე ბერმონაზნობა. ისე რომ ზოგჯერ ოჯახები, როდესაც შვილები უკვე დაოჯახებულები არიან, იქ შვილიშვილებიც არსებობენ, თვითონ მონასტრებში წასულან. ვიცით რომ დედანინოს მშობლებიც ესე ბაბულონი და სუსანა მონაზნობაში წავიდნენ. ეს იყო ქრისტიანობაში, რათა ამ უმაღლეს გზაზეც დამდგარიყვნენ, გაევლოთ. დაბერდა, აი ესე თვითონ ასაკის ჯეზვა ბერი გახდა. ქართულს მეტყველებაში ჩანს. შემდეგ ადამიანი რაღაც შექმნილია ბედნიერებისთვის, მისი ბედნიერება არის ღვთისნების აღსრულება და შესაბამისად უნდა დაფიქრდეს ადამიანი, საით მოუწოდებს ღმერთი მას? ოჯახის შექმნისკენ თუ მონაზნობისკენ. მაგრამ როდის შეიძლება დაფიქრდეს ამაზე ადამიანი? უნდა ავიღოთ ისე ბიბლიის მაგალითი. სამოთხისეული მდგომარეობა, იდეალური მდგომარეობა და უდიდესი მაგალითია სახელმძღვანელოდ. კერძოდ შეხედეთ, როდის მისცა ღმერთმა ადამს მეუღლე. ჩვენ მამას, უდიდეს პირველ მამას, ჩვენი პირველი დედა ევა. ყველა კაცობრიობის დედა, ყველა ერების, ყველა რასების. როდესაც ადამიანს ჰქონდა დაახლოებით 30 წლის იყო, ანუ ესე ვთქვათ, უხეშად გაისხებს, მაგრამ რეპროდუქციული უნარი ჰქონდა, სრულფასოვნება, ფიზიოლოგიური, ну მაშინ ეს სხვა მდგომარეობა იყო, რა თქმა უნდა, უხსნელება იყო. მეორე, როდესაც მანამდე მისცა ღმერთმა ცნება, ესე იგი შექმნა ადამი იმთავითვე 30 წლის, შემდეგ მიეცა ცნება არჭამო კეთილის და ბოროტის ცნობადის ხის ნაყოფი და მესამე იყო მანამდე რაც მიეცა ადამიანს ეს იყო მოუარე აღორძინე და მოუარე დაიცავი სამოთხე. სამი ცნება. ესე იგი მეუღლეზე შეუღლებაზე ფიქრი უნდა შემოდიოდეს ადამიანში, როცა უკვე მას უნარი აქვს რეპროდუქციული შვილიერების ყოლის. შემდეგ, როდესაც მას აქვს რელიგიური განათლება, ან ცოდნა, ან მინიმუმ იმის ცოდნა მაინც რა არის ოჯახი, ეს ოჯახი, ეს არ არის გართობა, ოჯახი დღევანდელ მდგომარეობაში დაცემის შემდგომ მდგომარეობა მეუღლეობა გახდა, ეს უღელი ზიდვაა. ეს სერიოზული ჯვარი არის, საპატიოდ, თან სიყვარულით. სატვირთი და ტკბილიც არის. თუ მეუღლებს ურთმანეთი უყვართ, ამაზე ტკბილი მხოლოდ უფალთან ურთიერთობა და უფალთან ურთიერთობა ვლინდება ზუსტად მეუღლეობაში. უნდა ვიცოდეთ, რომ აქ მოკლე იმებსაც ვიტყვი, წინდა შეიძლება სამომავლო სალაპარაკი, რომ თუ მე მიყვარს მარტო და მას არ უყვარვარ, ეს ჯერ კიდევ არ არის სიყვარული. ეს პრობლემას. თუ მასაც უყვარვარ, მეც მიყვარს და მასაც უყვარვარ, ესეც არ არის ჯერ კიდევ სიყვარული. სიყვარული არის სამი ერთარსოვანი ღმერთი და აქაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიყვარული არის სამის ერთობა. ორი მოსიყვარული ადამიანის ურთიერთსიყვარული ღმერთში, ღვთივკურთხეული სიყვარული. აი ეს არის. იმიტომ რომ ჩვენი ოჯახი უნდა შევქმნათ ღვთივკურთხეულად. ისე როგორც უფლისთვის მოსაწონი არის. ეს შეიძლება მორწმუნე იყოს, შეიძლება არ იყოს მორწმუნე, მაგრამ ღვთისათმოთ უნდა შეიქმნას ოჯახი და საზოგადოებისგანაც დალოცვილად. შემდეგ ასია აქაც რომ როდესაც ადამიანი ფიქრდება დაოჯახებაზე, მას უნდა კონდეს უკვე სრულფასოვნება, მას უნდა კონდეს ცოდნა, რელიგიური სასურველია ამ რა არის ოჯახი, ღვთის წინაშე რა პასუხისგებლობაა და მესამე შრომა, სამუშაო უნდა კონდეს ადამიანს. ეს ისეთი საკითხია, რომელიც შეიძლება მშობლებმა დროებით მხარში მდგომით შეუმსუბუქონ და კაცი ეძებს სამუშაოს უკვე და
მაგრამ იდეალში ჯობია რომ კაცს შრომა კონდეს, იმიტომ რომ არა მშობლების ზურგზე და მშობლების იმედზე, არამედ საკუთარ ძალებით მოიყვანა. ხშირად ესაც იწვევს ხოლმე უთანხმოებას მამა, ჩვენ ესე დეტალურად არ ვსაუბრობთ, მაგრამ ხშირად არის ხოლმე ეს შემთხვევები. მშობლებთან ნათესაობასთან თუ ისთან. როდესაც ანუ არ არის თავის დამოკიდებული და ძირთადად უფრო იცით, მეუღლეობაში ძალიან მნიშვნელოვანია რომ ხელისათხოვნელად მის ოჯახში მიხვიდე. იმიტომ რომ ჯერ რა თქმა უნდა ისინი ეს შორს წავედით შეიძლება თემასში ეს შეიძლება საომავლო იყოს საუბარი როგორ ხდება დაახლოება ადამიანთან აქ ეტაპებია მაგრამ ნუ როცა დაახლოვდნენ მეგობრული ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან არ ხელისათხოვნელად უნდა მივიდეს ოჯახში მამასთან დედასთან თუ მამა დედა არ აყავს გოგონას მაშინ უფროსი ძმა ვინც არის და ითხოვოს ნათესაობისგან და რომ მიდიხარ იქ ნათესაობას ევალება ღვთის წინაშე რომ გამოკითხოს რომ ვის ხარ როგორ აპირებ ოჯახის რჩენას შენ კი მცირედი გაქვს მაგრამ როგორ შენია ეს თუ მშობლების მუშაობს შვილო ხო უნდა შეეკითხოს არის აი ესეთი მშობლების კურთხევა ძალიან მნიშვნელოვანი რამეა მაგრამ მშობლების კურთხევა არის და არის მშობლების არაკურთხევაც თუ მშობელი ეუბნება რომ ან ბიჭს ან გოგოს რომ რა არის შვილო შენ ასეთი ლამაზი ხარ და ეს რა მახინჯი მოგიყვანი ეს უკვე შოუმენის დარი კურთხევაც არ გვია ამას ეს არის რაღაცა გარეგნულის მიხედვით არათუ შინაგანის მიხედვით ადამიანის ჭეშმარიტი სილამაზე არის მის შინაგან სულიერ თვისებებში ეს გოგონებისთვის განსაკუთრებულად ყოლად მის გასამახვილებელია რომ ეს კეთილგონიერება თვინიერება ხნეობა თავდაბლობა სულიერი კეთილშობილობა აი ეს არის ეს ალამაზებს ადამიანს და ეს არის რაც მეუღლეს სიყვარულს აძლიერებს ადამიანს იმიტომ რომ სიყვარული კავშირი უნდა მოდიოდეს გონიდან შემდეგ გულში ჩადიოდეს და შემდეგ უკვე ხორციელი კავშირი და როცა ქვემოდან ზემოთ მიდის უკვე ვერ ეწყობა ოჯახი ეს ინგრევა მაგიტომ არის რომ კეთილშობილობა აქვს არ უნდათ ხორციელი ურთიერთობები უკანონოდ აწარმოონ მაგრამ სულიერი კავშირი მათ შორის არ არის და მხოლოდ ფიზიკური კავშირით კავშირდებიან და დიდხანს ვეღარ ტანს ეს ოჯახი და ინგრევა იმიტომ რომ შინაგანად სულიერად ფაქტიურად უცხო ადამიანები არიან ხო აქვს ზოგადად შეიძლება თქვა რომ 1 წელი სუმცირე წელიწად ნახევარი 3 წლამდე მაინც ნაცნობობა ადამიანის კი და აი ოჯახის კურთხევაზე კიდევ არის რომ შენ შვილო შენი თავი არ გეყოფა გაჭირებული ეს კიდე ზღვა გაჭირებული მოყავ მზითებს ელიან ან იტყვია რომ შენ უმაღლესი გაქვს დამთავრებული შვილო და ეს ვინ არის ეს სკოლა აქვს დამთავრებული ეს არც ერთი ეს კურთხევა არ არის მაგრამ თუ ეტყვი შობელი შვილს რომ კი გიყვართ ერთმანეთი ამბობთ მაგრამ რაღაც მე გიყვარს შენ შვილო მაგრამ რაღაც მეეჭვება ეს ადამიანი მართლა შენს მიმართ სიყვარულით არის თუ რაღაც სხვა გათვლები აქვს ან იტყვის რომ ამიზნეობაში რაღაცა გული რეჭს მეუნება ამიზნეობაში რაღაცა სხვა ესეთი მაშინ შეიძლება რომ შეჩერდეს ადამიანი არ გაუქმოს ეს კავშირი ძალიან სახიფათოა მშობლებსაც შემიძლია უთხრა რომ აქ შვილებს ხელი შეუშალო ჩაერიო და ოჯახებას შეიძლება დიდ ტრაგედიად გადაიზარდოს ადამიანმა ვეღარ ნახოს სხვა ადამიანიც არაეწყოს და ავიცი აი სხვა მასში გადაერთოს გართობასმა და უფრო ნარკოტიკი და სხვა რამე ღმერთმა გვაშოროს ხომ ესეც სახიფათოა ესე იგი დასრული უნდა იყოს ადამიანი სკოლა დამთავრებული ის თუ უნივერსიტეტია სამუშაოზე მოფიქრალი უნდა იყოს და მერე შეიძლება უკვე დაისვას კითხვა ღმერთთან ვინ გნებავს შენ ღმერთო რომ იყო ჩემი მეუღლე იმიტომ რომ არ არის კორექტული და ვერ მივიღეთ უფლისგან პასუხს როცა შენ სკოლის მოწაფე ხარ ან უნივერსიტეტში ჯერ ახალი ჩაბოდი და იწყებ დაოჯახებაზე ფიქრს დაოჯახებაზე ფიქრი მაგივრად შეიძლება ადამიანმა იფიქროს სიმპათიებზე იმიტომ რომ ფიზიოლოგიური მომწიფება თავის გამოწვევებს ბადებს ადამიანში და თუ ადამიანმა ამას სუბლიმაცია არ მისცა, ანუ ამაღლება არ მისცა და გონებაში არ გაატარა და მხოლოდ ქვენაში შეინარჩუნა ტაბუ დადებული და რაღაც თემებს, მაშინ შეიძლება მშობელს უნდა ეკითხებოდეს ნათლიას, მოძღვარს და ამ გზებში გამოდიოდეს, იმიტომ რომ ქუჩიდან და უღმართი ფილმებიდან კი არ უნდა ღებულობდეს, ამეთ სწორი მოსიყვარულე გულიდან უნდა ღებულობდეს დარიგებას, იმიტომ რომ სიყვარული არასდროს გით შემოგთავაზებს იმას, რაც და გამოცდილ ადამიანებიდან, რაც სულისთვის საზიანოა და აი აქ საჭიროა რომ ადამიანმა ეს ენერგიები ფიქრში გაატაროს, სიმპათიაში
წაიღოს. ანუ დაფიქრდეს რა მოსწონს ადამიანში, აი როგორი უნდა იყოს შეიძლება მისი მომავალი მეუღლე. შეიძლება ბიჭებს გოგონებს ერთმანეთი მოეწონო და აუცილებელიცაა სიმპათიები უნდა იყოს, მაგრამ აი ესეთი გულში შეშვება ამისი და ასეთი უკვე რაღაცა ესეთი ძიმე შეყვარებულობის ფორმების მიცემა ზოგი რაღაცა აი ძალიან წუხარ თავსიკლა სუიციდის რამოდენიმე შემთხვევებია და ეს მისაკუთრება ქვია ამასა და ესა სიყვარული არა ვნებაა რომ ახალგაზრდა მამაკაცი ან გოგონა ბიჭი გოგო ჯერ სტუდენტია ანუ მოსწავლეა და ისაკუთრებს სხვა ადამიანს უკვე არ მოსწონს რომ ის სხვას გაუღიმებს ან დილობიანად მიესალმება და ესეთი უხეშობს რაც დაუშვებელია ყოველად. ხო, შეიძლება სიმპათიები გქონდეს, მაგრამ ეს სიმპათიები არ უნდა გადაიზარდოს ესეთ ღრმა ესეთ შეყვარებულობაში, რადგანაც უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ გულში უნდა შემოვიდეს ის, ვინც უფალს ნებავს. იმიტომ რომ არ მოხდეს, რომ ერთის მიმართ ესეთი შეყვარებულობა და უფალს კიდე სხვა პიროვნება ნებავს. მამამ ზეციურმა კარგად იცის, ვინ არის ჩვენი მეორე ნახევარი. მან იცის ზედმიწევნით ვის უერთგულებ ჩვენ და ვინ გვუერთგულებს ჩვენ და ის არის ის ვინც იცის მომავალი და უფლის განგება არსებობს და ამ განგებას უნდა ვენდობდეთ. ძალიან დიდი მადლობა მამაო, ძალიან კარგად ვისაუბრეთ და შევეხეთ იმ საწყისებს, რომელზეც საუბარსაც ალბათ ჩვენ სხვა გადაცემებშიც გავაგრძელებთ სხვა კვირებში და ველოდებით ჩვენს მაყურებელიც, იმიტომ რომ ძალიან კარგი რჩევადარიგებებით და იმ წმინდა მამათა გამონათქვამებით, რა თქმა უნდა, რომელიც აუცილებლად ვიცოდეთ, გვახსენებთ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დიდი მადლობა მაყურებელს შევახსენებთ, ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ტაძრის დეკანოზი იაკობ ჩიჩილიძე, რომელთა ერთადაც ოჯახის და ოჯახის ტრადიციების შესახებ საუბრებს ჩვენ მომავალ გადაცემებშიც გავაგრძელებთ. ჩვენ კი ვაგრძელებთ ჩვენ დღეს გადაცემის მესამე ნაწილი გვანის წინ, ცოტა ხანში კიდევ ერთი ახალი თემა გვაქვს. დაგვიანებით.